მაშასე დავიწყოთ, ვფიქრობ, საინტერესო ეთერი გველის არჩევნებამდე დარჩენილი 16 დღე და მთავარი კითხვა ვისაძლევთ ხმას 15 ივნისს ხელისუფლებას თუ ოპოზიციური პარტიები და რომელიმე ესაა ჩვენი ინტერაქტივი დარეკეთ ზარი უფასო ასევე გამოაგზავნეთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს Facebook გვერდზე სახელწოდებით რეაქცია დღევანდელ ეთერში პარტიების წინა საარჩევნო პრეზენტაციებს შალვა ნათელაშვილი და კახა კუკავა დაასრულებენ გადაცემას კი ხსნით ლევან ვასაძის რეაქციით რომელიც დღეს სტუდიაში საკუთარი სათქმელით მოვიდა მიდის თუ არა პოლიტიკაში ბიზნესმენი რომელიც განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო პერიოდში ხმები პოლიტიკაში მის წასვლაზე სულ უფრო და უფრო დამაჯერებელი გახდა პარლამენტის მიერ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების პარალელურად ის კანონი სასწრაფოდ უკან გამოწვევას პარლამენტის დაშლას და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვს ამბობს რომ არსებობს ერთადერთი ადამიანი რომლის სიტყვაც მისთვის მთავარი იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად უმიზნებს თუ არა პოლიტიკას საპატრიარქოსა და მრევლის მხარდაჭერით რაც გეგმავს და რას აპირებს ლევან ვასაძე მე მას მივესალმები საღამომშვიდობის ბატონო ლევან ძალიან დიდი მადლობა რომ იღებთ მონაწილეობას გადაცემაში ძალიან საინტერესო გახდა ბოლო პერიოდში ის თემები რომლის გამოც ხდება ხოლმე თქვენი გამოჩენა ტელეეკრანების იშვიათი სტუმარი ხართ მადლობას გიხდით რომ დათანხმდით ჩვენს ეთერს და მე მინდა რომ დღევანდელ ეთერში შეძლების დაგვარად ყველა კითხვა დაისვას რომ ეს თქვენთან დაკავშირებით ჩდება ნომერი პირველი ლევან ვასაძე მიდის პოლიტიკაში არის თუ არა ეს რეალური ინფორმაცია და უმიზნებთ თუ არა პოლიტიკური ლიდერის სტატუსს ასე ვთქვათ არ არის როგორც ყოველთვის არის სრული ჭორი და არ უმიზნებ არავითარ პოლიტიკურ სტატუსს ეს ჭორები საერთოდ ჩემზე პირველად შეგიძლიათ გადაამოწმოთ ქართულ მედიაში გამოჩნდა 2004 წელს თუ არ ვცდები მაშინ მე გახლდით 34 წლის დღეს არის 2014 წელი მე ვარ თითქმის 44 წლის და აი ამ 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში არ ვიცი ალბათ ასობით თუ არა უფრო მეტი პუბლიკაცია, კომენტარი, ტელერეპორტაჟი გაკეთდა ამ თემაზე და მე ყოველთვის ვამბობდი და ვამბობ რომ მე პოლიტიკაში არ მივდივარ და თუ ამ 10 წლის მერე მე წავალ პოლიტიკაში, ესე იგი არ ყოფილა თქვენი საშველი, ყველა უნდა დამნებდეთ, იმიტომ რომ მე რაღაც საოცარი განჭვრეტის და 10 წლით ადრე რაღაცის გათვლის უნარი მქონია. ამიტომ როგორც ყოველთვის ვამბობდი რომ მე არ მივდივარ პოლიტიკაში, ამას ვადასტურებ დღეს. თუმცა ამბობთ რომ არსებობს ადამიანი, რომელიც თუ გეტყვით, თქვენ მიიღებთ ამ გადაწყვეტილებას და საუბარია პატრიარქზე. იცით რა, მე რაღაც არ მახსენდება რაღაც ზუსტად ესე მეთქვას, მაგრამ მე შეიძლება როდისმე ვთქვი რომ ჩემთვის ისევე როგორც უამრავი სხვა ქართველისთვის მისი სიტყვა არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ აი ამ მაინდა-მაინც ამ კონტექსტში რატომ მოყავს ეს ჩემი ციტატა არ ვიცი. მე არასდროს ჯერთი ჩვენი პატრიარქი მთელი მისი პატრიარქობის განმავლობაში არავისთვის არ უთქვია პოლიტიკაში წადიოდ რაღაცა მეტყვის ამას, ხო და ამიტომ მე მგონია რომ ესეც რაღაც ფუჭი ინსინუაციები არის, პოლიტიკა არ მაინტერესებს, არ მჯერა მისი როგორც სპორტის სახეობის, არ მიყვარს ის და არ ვაპირებ პოლიტიკაში. მაგრამ თქვენ აქტიურად ხართ უკვე ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. თქვენ ამბობთ რომ არ გაინტერესებთ პოლიტიკა, მაგრამ მონაწილე ხართ უკვე ძალიან აქტიური მონაწილე ამ პოლიტიკური პროცესების. მაშინ როდესაც ცნობილი ბიზნესმენი გამოდის და აკეთებს განცხადებას, რომ პარლამენტი უნდა დაიშალოს, კონკრეტულ კანონ პროექტზე გამოხატავს საკუთარ პროტესტს, ქუჩის აქციებში იღებს მონაწილეობას და საკუთარ შეფასებებს აკეთებს, მე წაკითხული მაქვს იგივე თქვენი მიმართვა მთავრობისადმი არაერთი განცხადება მაქვს მოსმენილი, ეს უკვე პოლიტიკაა ბატონო ლევან და გაჩნდა მოსაზრება, რომ ლევან ვასაძე ქართულ პოლიტიკაში შესაძლებელია ვიხილოთ საპატრიარქოს მხარდაჭერით და იმ მრევლის ნაწილის, რომელიც ქუჩაში იდგა, მაშინ როცა თქვენც იყავით ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს. მოდით ესე შევთანხმდეთ რა. კიდე 10 წლის მერე 2024 წელს შევხვდეთ, მე ვიქნები 54 წლის და ისე ვილაპარაკოთ ამაზე. თუ მანამდე წავედი, ესე იგი მქონია ამის უფლება, იმიტომ რომ რაღაც საოცარი გროსმეისტერის უნარი მქონია 10 და 15 წლით რაღაცის გათვლისა. ვამბობ რომ არ მივდივარ. რაც შეეხება ჩემს აქტივობას, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ეს არის სტანდარტული სამოქალაქო პოზიცია, როდესაც ჩვენი პოლიტიკოსები ყოფილი, ამჟამინდელი ამბობენ რომ სამოქალაქო სექტორი უნდა გაძლიერდეს.
აქავართ ბატონო. მაინდა-მაინც სოროსის ხელფასს უნდა ვიღებდე, NDI-ის თანამშრომელი ვიყო, რაღაც აბრევიაცია მერქვას და უცხოეთი მიხდიდეს ხელფასს, რომ ჩემი ქვეყნის სატკივარზე გამოვდიოდე და აქტიურად საუბრობდე. ეს არის საბჭოთა აზროვნების რუდიმენტი, რომ ჩვენ თუ კი კაცი ხმას იღებს, ესე იგი პოლიტიკაში უნდა წასვლა. საბჭოთა კავშირმა ჩვენ მიგვაჩვია სოციალურ პასიურობას და თუ კი ვინმე რამეს ამბობდა საქვეყნო პრობლემატიკაზე, ესე იგი ის უნდა ყოფილიყო კომპარტიის წევრი ან რომელიმე სხვა პარტიის წევრი. მე არა ვარ და არც ვაპირებ ვიყო არც ერთი პარტიის წევრი, მაგრამ ისევე მტკივა ჩემი ქვეყნის სატკივარი, როგორც თითოეულ ჩვენთაგანს. და მე არა ვარ ამას ვაღიარებ დანიშნული ექსპერტი, აი თქვენ რო გყავთ რამოდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ყველა ტელეარხზე, ყველა თემაზე ექსპერტები არიან, ატომური ელექტროსადგურის სიტყვაზე ვიძახი, საინჟინრო თემა იქნება თუ რაღაც ეგრეთ წოდებული გენდერული თანასწორობა, ყველგან ერთი და იგივე 20-25 წლის ახალგაზრდების ხედან და ყველაფერზე მათ აქვთ აზრი. დიახ, მე არ გამოვეკუთვნები მათ კატეგორიას, მე ვარ ჩემი ქვეყნის მოქალაქე, ფულს და ხელფასს არ ვიღებ არავისგან იმაში, რასაც ვამბობ და არ ველი პოლიტიკურ ან ჩინოვნიკურ სარგებელს ჩემი პოზიციისაგან. ამავე დროს პატივს ვცემ იმ ხალხს, ვინც მიდის პოლიტიკაში, ყველას არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერა რომ კაი კაცი შეიძლება წავიდეს პოლიტიკაში და იქ ძალიან მაგრა გაწვალდეს, როგორც ეს არაერთხელ გვინახია ჩვენი ცხოვრების მანძილზე. ბატონო ლევან, მოდით ისევ პოლიტიკურ თემას მინდა მივუბრუნდე, აი თქვენ ბრძანეთ, რომ ამ წლების განმავლობაში არაერთხელ იყო ასეთი ინფორმაცია დაუშვათ პრესის ფურცლებზე თუ ისე პოლიტიკურ კულუარებში. თუ გქონდა შემოთავაზება იგივე ქართული ოცნების მხრიდან, იყო საუბარი იმაზეც, რომ შესაძლებელი იყო ბიძინა ივანიშვილის დაესახელებინა სწორედ ლევან ვასაძე საპრეზიდენტო კანდიდატურად და არა თქვენი მეგობარი, ან უკვე ყოფილი მეგობარი, არ ვიცი როგორც იტყვით, მეგობარია ისე. უახლოესი და უსაყვარლესი მეგობარი. იმის მიუხედავად, რომ იმ კანონს, რომელსაც თქვენ საშინელებას უწოდებთ, მოაწერა ხელი მარგველაშვილმა? რა ვიცი, მე ეგეთ კოდექსი გავიზარდე, რომ მეგობრობა და ძმაკაცობა რაღაცა ძალიან მყარი არის და შენ შეიძლება მეგობარს თავპირი დაამტრიო, ეჩხუბო, ეკამათო და რომელ ჩვენთაგანს არ აყავს მეგობარი, ვისთანაც მას ცხარეზე ცხარე კამათი ქონია, თუნდაც საკვანძო საკითხებზე. და ვერ შეთანხმებულან და გაბრაზებულან ერთმანეთზე, მაგრამ გიორგი ჩემთვის უძვირფასესი პიროვნება არის და ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ ამ მსგავსო კანონს ხელს არ მოაწერდა და რა თქმა უნდა დაძლევდნენ მის ამ ვეტოს, მაგრამ მისთვის ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მე ვფიქრობ, მისი მომავლისთვის და მან მას ხელი მოაწერა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გიორგი ჩემთვის არ არის მეგობარი. არა, იცით რატომ დაგისვით ეს კითხვა და შეგახსენეთ, რომ სწორედ მარგველაშვილს აქვს ხო ხელი მოწერილი, თქვენ ამბობთ, რომ ეს არის ის კანონ პროექტი, გულისხმობ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რომელიც თქვენი განცხადებით არის ქვეყნის არაკეთილმოსურნეების მხრიდან მიღებული და ამაზე მე შეკითხვას დაგისვამთ, მაგრამ თუ კი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებთა შორის მთავარი პიროვნება, ვინც ხელი მოაწერა, არის თქვენი 35 წლიანი მეგობარი, გქონდათ კამათი ამ თემაზე გიორგი მარგველაშვილთან? ორჯერ გქონია წარსულში, რაც პრეზიდენტი გახდა არასო 1-2 ვართ შეხვედრილები, მაგრამ მე ვიცი მისი შეხედულებები ამ თემატიკაზე და ის მართლა განსხვავდება ჩემისაგან. და ეს ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, ისევე როგორც ალბათ მისთვის სამწუხაროა, რომ მე არ ვეთანხმები მას, მაგრამ რა ვქნათ, ის არ არის მთავარი პერსონაჟი, რა თქმა უნდა, ამ მოვლენაში, მასე ინიციაცია პროცედურულად მთავრობის მხრიდან მოხდა, გატანა და კანონად დამტკიცება პარლამენტის მხრიდან და რატიფიკაცია მისი მხრიდან, როგორც მთავარი ხელმომწერი იყო სწორედ იგი და ამიტომ გამიჩნდა კითხვა, რომ თუ კი დაუშვათ კანონ პროექტის ავტორები თქვენთვის ნიშნავს იმას, რომ ისინი არიან ქვეყნის მტრები და ძალიან ცუდ საქმეს უკეთებენ, როგორც თქვენ ფიქრობთ ამ კანონ პროექტზე, აქედან გამომდინარე და შეგნებული ან შეუგნებელი. ამ შემთხვევაში მარგველაშვილი შეუგნებელი მტერი გამოდის თქვენი ლოგიკით? მე მგონია, რომ ძალიან ცდებიან, როცა ამ კანონს უჭერენ მხარს ყველანი, არ ესმით მისი კოლოსალური საფრთხე. ამისთვის ჩვენ ჩავატარეთ თბილისში საერთაშორისო კონფერენცია, უпростоრად ის კონფერენცია ჩატარდა და მეც მიმიწვიეს 17 მაისს, თუ იცით, და ჩამოვიდა მსოფლიოში ყველაზე დიდი საოჯახო ღირებულებების დაცვის
ორგანიზაცია და მოვისმინეთ მოხსენებები, რომლებშიც მათ გვითხრეს, რომ ეს არის პირველი ნაბიჯი. ეს კანონი არის პროგრამის ნაწილი ქვეყნის გახრწნისკენ და გაყვნისკენ. რა პროგრამის უკაცრავად ბატონო ლევან და რატო ფიქრობთ, რომ ეს არის ქვეყნის გახრწნისკენ მიმართული პროექტი? ახლა მაგალითად ფაბრის ორლინმა ჩვენ გვაქვს მისი მასალები და მოგვიანებით იქნებ ჩავრთოთ კიდეც. მოგვიყვა რომ ზუსტად ეს კანონი მიიღეს საფრანგეთში 2004 წელს. მის მოხსენებაში მან პირდაპირ გითხრა, რომ ჩვენს გვირდებოდნენ, რომ ეს არის ბოლო გაჩერება და გავიდა აგერ 9 წელი და თქვენ ყველანი გახდით მომსწრეები იმისა, რომ ეს კანონი უკვე გარდაიზარდა რაღაცა სხვაში. ერთსქესიანთა ქორწინებებში ბავშვების. მე ძალიან მინდა რომ ამ შემთხვევაში ვიყო თქვენი ოპონენტი. რაში გადაიზარდა ჩვენს რეალობაში? მე მინდა რომ თქვენი გულწრფელი პასუხები მოვისმინო. არავინ არ საუბრობს დღეს ჩვენს ქვეყანაში იმაზე, რომ დაუშვათ ანტიდისკრიმინაციული კანონი, უნდა გადაიზარდოს იგივე ერთსქესიანთა ქორწინებაში, ბავშვთა აყვანაში და ასე მაგას გეუბნებით, რომ იმ ფრანგმა კაცმა, იმ ამერიკელმა მომხსენებელმა ყველამ გითხრეს, რომ ჩვენთანაც ასე იყო. ესე იწყებდნო და მერე გავიდა წლები პოლიტიკური სისტემის ცვლილებაც ეგ არის რომ წავა ეს პოლიტიკოსი მოვა ახალი და ამ პროგრამის ავტორებზე გეტყვიან რომ ჩვენ რა ვიცით ისინი რას დაგვირდნენ და ამას გეუბნებიან რომ გამოიბერტყეთ ყურები და გამოიფხიკეთ თვალები ეს მოხდა საფრანგეთში აი მოდით შევხედოთ იქნებ არ ვიცი თუ არის საშუალება ბატონ ლევანის თხოვნით მან მოიტანა მასალა რომლის ეთერში გაშვებაც სურდა ჩვენს დღევანდელ რესპონდენტს თქვენი საუბრის პარალელურად გავა ეს კადრები ბატონო მე ჯერ მინდა შევხედოთ რახან დისკრიმინაციაზე ვნერვიულობთ ესე ძალიან აი კი ბატონო ჩაერთო ეს არის კადრები რას უშვებიან საფრანგეთში იმ ოჯახებს რომლებიც ცდილობენ ოჯახური ღირებულებების დაცვას და გამოდიან ამის ყველაფრის წინააღმდეგ ჩვენ ნახავთ აქ გაშიშვლებულ ფემინის აქტივისტებს რომელიც გასასხავენ თავზე ამ ოჯახური ღირებულებების დამცველებს მათ შორის 6 თვის ბავშვსაც რომელიც ეტლში ზის ჩვენ ხედავთ ატირებულ ბავშვებს და ეს ყველაფერი ხდება წელს და შარშან საფრანგეთში 9 წლის მერე რაც მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი იქ და ეს ტენდენციები არის სკანდინავიაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, ამერიკაში და შტერები უნდა ვიყოთ ჩვენ რომ იქიდან შემოსულ იდენტურ კანონს რომელიც ზუსტად ჯდება ამ ტრენდში დავიჯეროთ რომ ეს არის ერთადერთი შემთხვევა და ну ჩვენ რახან ქართველები ვართ მსგავსი არაფერი წინ არ გველოდება. ალბათ იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანაში მოდით შევთანხმდეთ ბატონო ლევან ყველანაირი გამოკითხვებით ეკლესია არის ნომერ პირველ ადგილზე ყველანაირი გამოკითხვით და დაუშვათ იგივე მართლმადიდებელი მრევლი რომელიც ამ ეკლესიას უჯერებს და მათ მითითებებს ასრულებს და ასე შემდეგ არასოდეს არ ყოფილა შეურაცხყოფილი არც სექსუალური უმცირესობების მხრიდან არც მსგავს ფაქტებს არ ქონიათ ადგილი ის რომ რაღაც წერტილში რაღაც ხდება აპრიორი ჩვენთვის საფრთხე რატომ არის ეს მინდა წერტილია მთელი დასავლური სამყარო ჩვენთვის თუ ჩვენ ვართ წერტილი მისთვის ეხლა ჩვენ ტოლერანტობას ვერავინ ვერ გვასწავლის იმიტომ რომ ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია ცოტა გაფეტიშებულიც არის ეს თემა მაგრამ აი მე მინდა ერთი მაგალითი მოგიყვანოთ ჩოთა რუსთაველის გენიალური პოემიდან სადაც ის მე-12 საუკუნეში გვეუბნება რომ აღვირახსნილსო დააბამსო ზდილობიანი ადამიანი უხვიო და ვინც დასაბმელიაო აღვირახსნილებისგან გარყვნილებისგანო ის თვითონ დაებმებაო შენ ამაზე ნუ დარდოფო ვარდთა და ნეხვთა ვინადგან მზე სწორედ მოეფინების დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა ნუ მოგეწყინების უხვი ახსნილსა დააბამს იგი თვით ების ვინ ების უხვად გასცემდის ღვასაცა შეზდის და გაედინების და რამოდენა კულტურა უნდა ქონოდათ ქართველებს რამხელა მრუდე უნდა გაეარა მას რომ მე-12 საუკუნეში მისულიყო აი ამ ქრისტიანული საერთო საკაცობრიო აზროვნების კულმინაციამდე და 900 წელი გადის შოთა რუსთაველის მერე და მოდის ხალხი და გვეუბნება
რომ ჩვენ თქვენ თავიდან უნდა გასწავლოთ რა არის ტოლერანტ. თქვენ არ იცით ქცევა. ჩვენ თქვენ შემოგთავაზებთ კანონს, რომლის მიხედვითაც, აი ახლა ეს კანონი, რომელიც მიიღეს, თუ ამუშავდა, ჩემთვის ის არის აფხაზეთის დაკარგვაზე დიდი ტრაგედია. რატომ ბატონო ლევანი? არის ადამიანის უფლებების დაცვაზე საუბარი, ვინაიდან ჩვენ აქ არ ყავს დარბაზი და უშუალოდ არ არის ოპონენტი, მე შევეცდები უბრალოდ შეგახსენოთ, რომ მსგავსი მუხლები, რაც ამ კანონპროექტის მიღების პარალელურად რამაც გამოიწვია პროტესტი იყო შრომის კოდექსში თავის დროზე ჩადებული ტელემაუწყებლობის შესახებ კანონში, პაციენტის შესახებ კანონში და ასე შემდეგ. მაშინ არავისად გაუპროტესტებია. არა, რიტორიკული არ არის. გულწრფელად გეკითხებით ადამიანის უფლებების დაცვაზე ხო უნდა ვიუძოთ. ის პუნქტები, რომლებსაც თქვენ ახსენებთ, რომ ადრე იყო მიღებული, ქართულ ხალხს მათთვის საჯაროდ ხმა არასდროს არ მიუწია. ეს არის შეცურებული მუხლები. აი ამ გაწვალებულ ქვეყანაში, რომელსაც 1000 რაღაცა ენგრევა თავი. ჩვენ არც ერთ ჩვენთაგანს, ეხლა თქვენ მეუბნებით, რომ თქვენ გახსოვთ, როცა აი ეს პუნქტები მიღებული იქნა და მე და თქვენ ამას მივეცით ხმა. ეს ერთი. მე მიმაჩნია, რომ ყველას უფლებები უნდა იყოს კანონით დაცული, ეს არ არის უფლებების დასაცავი. უფრო მეტიც, მე ამ კანონპროექტის მიღების მომხრე ვარ. ეს თქვენი უფლება. და ვიყავი უფრო სწორედ, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ უნდა იყოს სწორედაც, რომ ყველას უფლებები დაცული. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ეს კანონი არ არის მიღებული ეგრეთ წოდებული ბუნებრივი უმცირესობების უფლებების დასაცავად. ეს კანონი არის მიღებული არაბუნებრივი უმცირესობების გასამრავლებლად და თქვენ არ გესმით ძირეული განსხვავება აი ამ ორ მცნებას შორის. არაფერ კავშირში არ არის ბუნებრივ უმცირესობებთან არაბუნებრივი გარყნის შედეგად გამრავლებული უმცირესობის ცნება. არანაირი მეცნიერული დასტური, რომ ეს არის გენეტიკური აუცილებელი რაღაცა ჯვარი ადამიანისა არ არსებობს, ამას დასავლელი მეცნიერებიც აღიარებენ და ვერ მალავენ. ეს არის ნორმა ადამიანის ქცევისა შეგნებული არჩევანი, რომელიც მიმართული არის ავხორცობაზე და ჩვენ არავის ამ ავხორცობას არ ვუგზავნებთ, მაგრამ ამ მიღებული კანონით, მაგრამ ის არის სამარცხვინო ისევე როგორც ყველა ცოდვა, რომელსაც მე ჩავდივარ. ალბათ შეიძლება ჩვეულებრივი სექსუალური ორიენტაციის ადამიანებს შორისაც იყოს ხო, მაშინ თუ კი თქვენი ლოგიკით წავალთ. მე უბრალოდ მინდა თქვენგან მოვისმინო არგუმენტი, რატომ შეიძლება ეს იყოს თქვენთვის უფრო მძიმე, ვიდრე არის აფხაზეთის დაკარგვა. იმიტომ რომ თქვენ ხო შვილი გყავთ? მე მყავს შვილი, დიახ. აი თქვენი შვილი როცა წამოიზრდება თუ რომელიმე ადამიანი ამ კანონის მიხედვით ჩათვლის, რომ მან მისი დისკრიმინაცია მოახდინა, იმიტომ რომ არასწორად შეხედა მაგალითად, ან არ მიიღო სამსახურში, თქვენი შვილი მოხვდება ციხეში ამის გამო. თქვენთვის ეს ახლა გითხრათ, ჩემი შვილი არ მგონია, როდეს მე ამ პრობლემის წინაშე აღმოჩნდეს, იმიტომ რომ მისთვის ადამიანის უფლებები ჩემი აზრით მნიშვნელოვანია. ჩვენ არა ვართ ადამიანის უფლებებზე გაზრდილი ხალხი. მე როცა ვიზრდებოდი, დედაჩემი და მამაჩემი არ მატარებდნენ ხელით და არ მეუბნეოდნენ, ლევან, შენ ამის უფლება გაქვს, შენ ამის უფლება გაქვს. მე ისინი მეუბნებოდნენ, ლევან, შენ ამის უფლება არა გაქვს, შენ ამის უფლება არა გაქვს. და მე გავიზარდე თქვენს ენაზე რო თქვა უფლება შელახული, მე გავიზარდე ვალდებულებებში. და აი ეს პროპაგანდა უფლებებისა არის მიმართული იმაზე, რომ ადამიანი გაანთავისუფლონ, როგორც ისინი ამბობენ. ადამიანი სურმე ზღუდავს ზნეობა, თავის ქვეყნის მორალი, თუ გნებავთ ეკლესია, ნებისმიერი სარწმუნოება და ადამიანი ყველაფერ ამისაგან უნდა განთავისუფლდეს. ამაზე ამბობს რუსთაველი, რომ ვინც დასაბმელია თვითონ იბავს თავსო, იმიტომ რომ ადამიანი დაბმული ზნეობით სინამდვილეში არის თავისუფალი. და გეტყვით რატომ თუ დამამთავრებინეთ. ადამიანი, რომელიც თავისუფლდება ყველაფერ ამისაგან, რაში თავისუფლდება? მას უნდება ყველაფერი, რაც იყიდება ფულზე. ნარკოტიკი, საჭმელი მეტი, ტანსაცმელი, გართობა და რაც უფრო თავისუფლდება ადამიანი, მით უფრო მონახდება იგი ამის ყველაფრისა და ეს პოლიტიკა, ეს არის გლობალისტური პოლიტიკა, რომელზეც ჩვენ დრო არ აქვს ამ გადაცემაში რომ ვილაპარაკოთ. არის თუ ადამიანის უფლებებზე ესე დარდობენ და დისკრიმინაციის აღმოფხრაზე, მოდით შევხედოთ რა მოსდის ადამიანუკას მისი აბორტისას. აი თუ შეიძლება გაუშვათ ეს კლიპები, ბავშვები ეკრანს მოაშოროთ. ბატონ ლევან ვასაძის მოთხოვნით ასევე ეს YouTube-ში დევს თავისუფალი მასალაა და ანუ რისი თქმა კადრები გავა ეხლა დიახ არაფრით არ განსხვავდება ეს ვთქვათ ნებისმიერი ჰოლივუდური სისხლიანი სცენებისგან და მე მინდა განახოთ როგორი დისკრიმინაცია ხდება ადამიანის აჩეხვისას
აბორტის დროს და ჩვენ ვამბობთ რომ აი წავიდა ეს საშინელი კადრები და ჩვენ ვამბობთ რომ თითოეული ჩვენთაგანი არის ცოდვილი ადამიანი და შეიძლება ნებისმიერი მსგავსი ცოდვა ჩადენილი ჰქონდეთ აი აგიჩეხიათ ეს კადრები ბოლომდე ვერ დავინახეთ მე ჩემი პირადი გადაწყვეტილება ხო და უყურეთ რა ხდება რომ ესენი თითოეული ჩვენთაგანი ხო ესენი ვიყავით ამათი დისკრიმინაცია არ ხდება ეს ხო ტყუილია ყველაფერი რომ ვიღაცა ზრუნავს დისკრიმინაციაზე და 40,000 არის ოფიციალური ციფრი საქართველოში და არაოფიციალური 150,000-მდეა 150,000 ჯერ ხდება ეს საქართველოში და ვიცი რომ დიმიტრი ხუნდაძეს მადლობა ღმერთს შეაქვს ახლა თითქოს აბორტების გამკაცრებაზე საუბარი და ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენი ფონდიც ამაზე მუშაობს მაგრამ თუ გვინდა ევროპას თუ გვინდა დავემგვანოთ აი რომ მეუბნევიან რომ ეს არის ჩვენი ევროპული არჩევანი და ასე შემდეგ ევროპული პარლამენტი სხვა რაღაცებიდან დავიწყოთ რა ევროპული პარლამენტი იწყებს 8 საათზე მუშაობას ნებისმიერი ქვეყნისა ჩვენი პარლამენტები 12 საათზე იწყებენ სხდომას 12 საათზე ევროპული პარლამენტი პირველ შესვენებაზე გაწიონ ბალიშიდან თავები 7 საათზე და 8 საათზე დაიწყონ სხდომა ან ნებისმიერი ჩვენი კი არა ბევრი ჩვენი პარლამენტარი მაპატიეთ ამ პირადი რაღაც ინსინუაციებისთვის ზელანდიელ მორკინალზე მძიმე რო არის იმაში დაემგვანონ რა ქვია ევროპელებს რაღა უკნიდან უნდათ ევროპელებზე დამგვანება. ბატონ ლევან, ალბათ გაგიგია თქვენც არაერთხელ რომ აი ამ თქვენი განცხადებებიდან გამომდინარე ძალიან ბევრჯერ დაგადანაშაულეს ჰომოფობიაში. როცა თქვენ საუბრობთ დაუშვათ რა არის რა არის მორალური, რა არის მე უბრალოდ კითხვას დაგისვათ არ ვიდაოთ ეხლა მე და თქვენ ამაზე დრო არ დავკარგოთ. რა არის მორალური, რა არის ამორალური, ალბათ არც მე არც თქვენ ეს არ არის ჩვენი შესაძაფებელი, ხო? ადამიანის არა რატო ვინ მოგცა ჩვენ უფლება რომ დაუშვათ ადამიანებს მორალი უკითხოთ, როგორი ცხოვრება უნდა ირჩიოს. მე არავის მორალს არ ვუკითხავ და ყველაზე ცოდვილი ადამიანი მე ვარ, მაგრამ ეს ტერმინები, რომლებსაც გვახვევენ. ჯოზეფ ოვერტონი, ცნობილი ამერიკელი სოციოლოგი, ამტკიცებს, რატო შემოაქვთ ეს ტერმინები, რომ შეგვბოჭონ და აგვიგრძალონ რაღაცეების ლაპარაკი. მაგალითად, სამედიცინო ტერმინი არის პედარასტია, რომელზეც ლაპარაკობენ, რომ ამის თქმა თურმე არ შეიძლება. პედოს არის ბავშვი, ეს ნიშნავს ბიჭის სიყვარულს. მერე, როდესაც ამ ტერმინის ისე დაბინძურდა, ისე მოძულდა ხალხსა ეს თვისებები ადამიანისა, როცა ამ ტერმინს აღარაფერი აღარ ეშველებოდა, თქვენს რომ მოდი ესო ეხა გადავდოთო და შემოვიღოთ ბავშვების სიყვარულიო, პედოფილიაო. და ამას დავარქვათო ინგლისური სიტყვა არის გეი. მე მაქვს წაკითხული 1968 წლის ლორდთა პალატის პროტოკოლი, რომელშიც წერია, რომ გეი ანგლიკანურ ბიბლიისტიკაში და შექსპიროლოგიაში არისო საღვთო სიხარულიო. როგორ შეიძლება ამ სიტყვის ხმარებაო ამ მიმართულებითო? ეს ჰომოფობია ნიშნავს ჩემნაირის შიშს. რა მე ეხა გევარ კაცს, რომელსაც ჩემნაირის მეშინია, მე ვარ ჰომოფილი თუ გნებავ, ჩემნაირის მოყვარული. ეგ ხალხი არ არიან ჩემნაირები, მაგრამ არც არავის არ ვერჩით. ჩვენს კულტურაში არ არსებობს ტრადიცია რომელიმე ცოდვის დევნისა, ინგა. დაუფიქრდეთ, რატო შემოდის ახლა ამ ცოდვის ზეიმის დაძალება? რატო ხდება ესა? ვინ აძალებს? არა, აქ არის საუბარი, წეგან თქვენ ახსენეთ, როდესაც თქვენ მითხარით, რომ თქვენ შვილს შეიძლება დაუშვათ პრობლემას შეხვდეს, თუ კი მას არ მიიღებს სამსახურში. რატო არ უნდა მიმიღოთ დაუშვათ მე სამსახურში, თუ მე განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია მაქვს? ჩემი სექსუალური ორიენტაცია ჩემ სამსახურთან ხო არ არის არანაირი კავშირი? არ არის, თუ შენ არ აკეთებ ამის აფიშირებას, ზეიმს და ემას, რა ქვია, არ ახვევ ამას არავის თავს. დაგვანებონ თავი ამ ცოდვით, ჩვენი ცოდვებიც გვეყოფა. თქვენ შვილს და ჩვენ შვილს აი ამ ტრენდით ბევრად უფრო დიდი საფრთხეები ემუქრება. მე მინდა განახოთ, როგორ წიგნებს ასწავლიან ჩვენ შვილებს, თუ ეს ყველაფერი ესე განვითარდა. იქნებ ჩავრთოთ სკანდინავიერი ბავშვების სექსის გაკვეთილები 4-დან 6 წლამდე, რასაც სწავლიან მათ, აი სასქესო ორგანოზე მანქანა მიათრევს მამაკაცს ქუჩაში, ქალი მიათრევს სასქესოზე მობმული თოკით, ბიჭი იხეხავს კბილებს და იბანს სასქესო ორგანოს ამავე დროს. შეხედეთ, აი რა ხდება. ეს თან უყურეთ თქვენმა პროდიუსერმა მითხრა, ამასო ვერ გაუშვებთო, ესო დააბინძურებს ეთერსო და მე ვთხარი, კაცო, შენ ვერ გაუშვებ და სულ ცოტა ხანში ჩვენ შევალთ იმ რეალობაში, რომ აი ჩვენ ბავშვებს ეს უნდა ასწავლონ. და მე ვარ ქაჯი და რეტროგრადი, რომ ეს არ მინდა. და მე თქვენ გეუბნებით, რომ თუ კი ჩვენი ქვეყანა არ დაიცავს, თან ჩვენ ყველაფერს
არ გვაძალებენ იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ჩვენ ვიძალებთ. აი მე მაქვს რეზოლუცია ამ კონფერენციისა, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ გვიკვირსო, რომ კანონი, რომელიც თქვენ მიიღეთო, ჩვენთვის უცნაურია, რომ ქართველმა კანონმდებლებმა გადაწყვიტეთ თვիսთ ევროკავშირზე უფრო შორს წასულიყვნენ ამ საეჭვო კანონის მიღების გზაზე, იმიტომ რომ იქო მხოლოდ შრომისა და დასაქმების სფეროში მოქმედებს ეს კანონიო და თქვენთან ყველგანო. ესე იგი ჩვენ ვართ ბუნებრივი რადიკალები, აი როგორც ქართველმა ბოლშევიკებმა თავის დროზე რომ მოინდომეს ბოლშევიზმი იმის თან აქნეს რომ განაცვიფრეს რუსი, ებრაელი და ყველა სხვა ბოლშევიკები, როცა ქართველი ოსმალური იმპერიის მსახურები თურქებზე უფრო მეტი ფუნდამენტალისტები იყვნენ, ეხლა ჩვენი ლიბერალისტობაც, ესე იგი მთელს მსოფლიო ლიბერალებს აოგნებს და აოცებს. შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში ძალიან მძაფრად დავინახეთ იგივე 17 მაისის ამბები, როგორ მოსდევდნენ სამღვდელო პირები და ის ადამიანები, ვინც ქუჩაში გამოვიდნენ ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს და რა მოხდა იქ ტაბურეტკიანი ადამიანები. რა მოხდა? მე წაგეკითხავთ თქვენ ოფიციალურ მანიფესტოს ამ იდეოლოგიის, ამ თელ მანიფესტოს ახლა თავს არ შეგაწყენთ. ორიოდე წინადადებას რა მოდის აქ? ჩვენ სოდომური ცოდვით დავკაგდებით თქვენს ვაჟიშვილებთან, რომლებიც თქვენი უსუსური მამაკაცურობის, ცარიელი ოცნებებისა და ჩვეული სიცრუის სიმბოლოს წარმოადგენენ. ჩვენ მათ ვაცდუნებთ თქვენსავე სკოლებში, საერთო საცხოვრებლებში, გიმნაზიებში, გასახდელებში, სპორტ დარბაზებში, სემინარიებში და ასე შემდეგ. ყველა კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალიზმს, გაუქმდება. ამის ნაცვლად მიღებულ იქნება ახალი კანონმდებლობა, რომელიც წაახალისებს სიყვარულს მამაკაცებს შორის. არანაირი კომპრომისები არ იქნება, ოფიციალურ დოკუმენტს ვკითხულობ. ისინი, ვინც ჩვენ წინააღმდეგ წავლენ, განდევნილ იქნებიან თქვენს განსანადგურებლად, ჩვენ გამოვიყენებთ უზარმაზარ კერძო არმიებს. ოჯახი ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე გაუქმდება. ოჯახის ინსტიტუტი, რომელიც წამლავს წარმოსახვასა და თრგუნავს თავისუფალ ნებას, აღმოფხრილ იქნება და ასე შემდეგ. ყველა ეკლესია, რომელიც ჩვენ დაგგმობს, დაიხურება. ჩვენი მომავალი დახვეწილი საზოგადოების მართვას განახორციელებს ელიტა და ასე შემდეგ. კი, მაგრამ ეს დოკუმენტი ახლა რაც თქვენ წარმოაჩინეთ და რაც წაიკითხეთ, რატომ არის ჩემი ქვეყნისთვის საფრთხე? ჩვენს ქვეყანაში მსგავსი არაფერი არ ხდება. მოდით შევთანხმდეთ. არც სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლები არავის ესხმიან თავს. არც ასეთი ღია პროპაგანდა არ მიდის ერთსქესიანთა ქორწინების. არც შვილად აყვანის. აქ იყო უბრალოდ საუბარი, მე არ მინდა მხოლოდ ამ კანონპროექტზე რომ დაგისვათ კითხვები. აქ იყო უბრალოდ საუბარი, რომ ყველა ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული ამ ქვეყანაში და პარლამენტი, რომელმაც მიიღო ეს ყველაფერ ამას ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დეტალურად განიხილავდა, ხო ბატონო? ადამიანების უფლებების დაცვა ჩვენთან არასოდეს არ ყოფილა პრობლემა. არასოდეს. ეს არის გამოგონილი თემა იმისთვის, რომ ჩვენთან მოხდეს პროგრესი აი ამ პროგრამისა, რომელზეც მე ვლაპარაკობ და რატომ არ გინდა თინგა ეს რომ გაიგოთ არ ვიცი. არა, მე ამ შემთხვევაში უბრალოდ დაგიფიქსირე ძალიან გულწრფელად და ღიად, რომ მე ამ კანონპროექტის მომხრე ვარ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, თქვენ ბრძანდებით მოწინააღმდეგე და მე და თქვენ უბრალოდ მსჯელობთ, ხო, პირდაპირ ეთერში, არც ვდებატობთ, უბრალოდ კითხვას გისვამთ და აქვე ჩემ პოზიციას ვაფიქსირებ. თქვენ ბრძანეთ, რომ მე რატო გავამწვავე ეს თემა, რომ აი აფხაზეთის დაკარგვაზე უფრო დიდი ტრაგედიაა. თქვენ ფიქრობთ, რომ პარლამენტში ვერავინ ვერ მიხვდა, თუ კი მთელი უმრავლესობა ამას ხელს აწერდა, ვერც თქვენი მეგობარი მარგველაშვილი, ვერც მთავრობა, რომ ეს იყო უბედურება, როგორც თქვენ უწოდეთ. რაცო მთელი ერი წინააღმდეგია, აი მე დათო უსუფაშვილი, თქვენ რომ ამბობთ, რატო აკრიტიკებთო, მე ძალიან არ მინდა პიროვნული დაპირისპირება არავისთან და უღალატეთ ჩემს პირად პრინციპს და ვთქვი, რომ იმდენად მნიშვნელოვნად მიმაჩნევთ, რომ აღარაფერთან აღარ გვექნება გასამთლიანებელი აფხაზეთთან თუ გავიხრწენით და დათო უსუფაშვილი გამოვიწვია, იმიტომ რომ მე საუბროს და მაესტრომ მომწერა SMS-ი უცხოეთში ვიყავი, რომ თინა ხიდაშელი მზადაა თქვენთან დებატებზეო და მე შევთვალე, რომ ქალბატონ თინას დიდი მადლობა ვაჟკაცური შემართებისთვის, მაგრამ მე ამას მისი მეუღლისგან ველოდები მეთქი და რახან მე რო ჩამოვედი
უთხრეს რომ ისაო რა ქვიან თინას უთქვია რომ ბევრი მოუვაო ლევან მასაძესო ჩემქვართან ურთიერთობაო და მე მას რაღაც უფასო კონსტიტუციონალიზმის გაკვეთილებს ჩაუტარებოდა მე არა მაქვს ჩემ თავზე დიდი წარმოდგენა და ჩემთვის ყველა ადამიანთან საუბარი დიდი პატივია, მაგრამ მათ ეტყობა ავიწყდებათ, რომ ეგენია ხალხის მიერ არჩეულები არ არიან, ერთი კაცის დანიშნულები არიან ეგენი მან. და თუ თვალში ვეპატარავები, ახალი წინადადება მაქვს, აი თქვენს ეთერში მინდა წარმოთქვა. მოდით ესე გავაკეთოთ, დამიზდნენ დათო უსუბაშვილი, ჩემი ძმაკაცი გიორგი მარგველაშვილი და ჯერ კიდევ რომ ძალიან მესიმპათიურება ირაკლი ღარიბაშვილი მიუხედავად აი ამ საზღარი კანონისა. სამი ერთზე მოვიდნენ თავიანთი იურიდიული სამსახურები, მოამზადონ თავიანთი არგუმენტები. მე ესე მოვალ ცარიელ-ტარიელ, იმიტომ კი არა მაგარი ბიჭი ვარ, იმიტომ რომ ხალხი რასაც ფიქრობს, იმას ვეუბნები. და თქვენი ერთ-ერთი საყვარელი ინტერაქტივი მოგვიწყვეთ. პირდაპირ ეთერში და ოღონდ ისეთი არაა კონჩიტამ რო ვითომ მოიგო ევროვიზიაზე ნამდვილი ინტერაქტივი მოგვიწევთ რა. არა კონჩიტამ ნამდვილად მოიგო ევროვიზიაზე. და ერთი ეგენი 10%-ს თუ აცდებიან ჩემთან ამ დებატებში, ხო? მე ხმას აღარ ამოვიღებ. ჩემთვის ეს ტრაგედია იქნება. ამ ეთერს იქნებოდა ჩემთვის ძალიან საინტერესო ეთერი, მაშასე ლევან ვასაძე დებატებში ერთად იწვევს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტ მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. იცით, რომ შეხედავენ იმ ინტერაქტივის შედეგებს. მე შეხედონ აი ამ ერთხმად მიღებული კანონის შედეგებს და თვითონ გამოიტანონ დასკვნები თქვენ და ისინი რამდენი ხართ და ჩვენ რამდენი ვართ ამ ქვეყანაში. კარგით. მე ერთი კითხვა მინდა ბატონო ლევან რომ დაგისვა თქვენ როდესაც ამბობთ რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ კანონის უკან გამოწვევა. ფაქტია რომ ეს არ მოხდება, პარლამენტმა უკვე მიიღო და ამბობთ რომ უნდა მოხდეს ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. რაიმე კონკრეტული გეგმა გაქვთ ამასთან დაკავშირებით თუ უბრალოდ ეს არის თქვენი შეხედვილი? არანაირი, არც პოლიტიკოსი ვარ, არ ვაპირებ რაღაც მემის ორგანიზებას, მოწოდებას თუ არის რაიმე ქუჩაში აქცია და ხელმოწერა სიამოვნებით მივალ და მოვაწერ ხელს და ყოველთვის დაუწერ ამ კანონის გაუქმებას. ხარ საბერძნეთში თუ არ ვწდები ესე იყო, გააცურეს, მოატყუეს, ჩვენ ხო დემოკრატია არა გვაქვს, ეს სულ აფიორაა ყველაფერი. და ვითომ რაღაც მიიღეს კანონი და მე დაამხეს თავზე და იმას ქნეს გაატანიეს ეს კანონი, იგივე მოხდება აქაც. ანუ თქვენ ამბობთ რომ მზადხართ რომ დაამხოთ თავზე პარლამენტს ეს კანონი. ფიგურალურად ვიძახი, რა თქმა უნდა, მე არა ვარ ძალადობის მომხრე და ოჯახის მამა ვარ და ჩემი საქმე მაქვს, მაგრამ მოქალაქე ვარ და დიახაც ეს კანონი გაუქმდება საქართველოში, აი როგორც მე თქვენ გიყურებთ. რატომ? რას ეფუძნება ეს თქვენი ოპტიმიზმი? ქართველი ხალხის ნებას. ანუ გეგმა გაქვთ რამე ქუჩის აქციების დაწყებას? გეგმა რა მაქვს, კაცო, ანტიდემოკრატიული ნაბიჯი გადადგეს 99%-ს ის რაც არ უნდა ის მიიღეს ერთხმად. და იმდენად სამარცხვინო რაღაცას აკეთებდნენ, რომ თქვეს, რომ ეხლა კაი კაცობას ნურავინ დაიწყებთო, თუ ვაწერთ, ყველა მოვაწეროთ. და მაგაშიც გაიყიდენ. ჩრდილო კორეა ვართ თუ საბჭოთა კავშირი ვართ, რომ ერთხმად მივიღოთ კანონი. და ვინც არ მივიდა იმ 127-ის თუ 112-ის გარდა, ხო? ისინიც ჩემთვის იგივე არიან. და დაგვემალენ თუ რა, მისულიყვნენ და არაზე დაეჭირათ ხელი. ბატონო ლევან, თქვენ გააქვთ ურთიერთობა დღეს ხელისუფლებასთან, იგივე ღარიბაშვილი, რომელიც ახსენეთ რომ ჯერ კიდევ სიმპათიით ვარ. ისაუბრიათ მათთან იმაზე რომ ირაკლისთან ამაზე არ მისაუბრია. უკმაყოფილო ხართ ამ ხელისუფლებით? არა, იციან ამ ხელისუფლებით უკმაყოფილო რას ნიშნავს? მე ამ კანონით ვარ უკმაყოფილო და ვმუშაობ ჩვენი თქვა დემოგრაფიის თემებზე, უფასო მშობიარობა იქნება ეს, მესამე შვილის აყვანა იქნება ეს. ბატონო, მესამე შვილის დაფინანსება იქნება ეს, ორსული დედების კვება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ აქ საშუალება ამ ხალხთან ვიურთიერთო და პირდაპირ ვუთხრა ჩემი სათქმელი. ეგ არ არის სამოქალაქო. მე მგონი ბიძინამ თქვა, რომ ჩვენ უნდა გავაძლიეროთო სამოქალაქო საზოგადოება, რომ წამოვარტყათ ხოლმე პოლიტიკოსებს რაღაცა ესეთი ფრაზა. ეხლა თქვენ ხართ წამოწყვის ეტაპზე პოლიტიკოსებს. მაიცა ერთი წუთი, მე ამაში ხელფას არ ვიღებ არავისგან. მე ჩემს ატკივარს ვამბობ და მე იმ ხალხისაც მესმის, რომელსაც არ ესმის, რატო შეიძლება კაცმა ესე შეიწუხო თავი და თუ რაღაცა არ გინდა სინამდვილეში. ნუ ბუნებრივად ჩდება კითხვა, რომ დგას თუ არა ამის უკან დაუშვათ პოლიტიკური ამბიციები. პოლიტიკური ამბიციები კი არა.
აი მithქვამს და თქვენთან დამი პირადი იმის მიუხედავად ჭირივით მძულს აი ამ სტუდიაში მოსვლა, აი აქ ლაპარაკი, ნეტა სახში ვიჯდე რა, სულ ბავშვებს უყურებდე იმ სკოლაში, ჩემს საქმეებს ვაკეთებდე და იქ ფერმა მაქვს ძროხები იმას ულიდე, ნეტა საერთოდ არ მიწევდეს. მაგრამ როცა აი არჩევანი აღარ რჩება, რა ვქნა, გავჩუმდე და მე ჩემმა შვილმა მითხრას, სად იყავიო, როცა ჩემ ქვეყანას რყვნიდენო ეს ისინიო, რა ქვია. გლობალისტებიო? კარგი, ბატონო ლევან, ერთი კითხვა კიდევ თუ შეიძლება, რას იტყვით ხელისუფლებაზე? რას იტყვით ბიძინა ივანიშვილზე? როგორ აფასებთ მის მოსვლას, წასვლას? ნუ ეხა სამოქალაქო სექტორში გადანაცვლებას, როგორ აფასებთ ღარიბაშვილს, როგორ afasebთ ალასანიას? ბიძინას, ბატონ ბიძინას მე არ ვიცნობ ბავშვობიდან, თქვათ იგივე გიორგისგან განსხვავებით. ვიცნობ მაქვს ურთიერთობა და დიდ პატივს ვცემ, იმიტომ რომ წავიდა კაცმა იშრომა წელებზე ფეხები დაიდგა და ამ ქვეყნის სიყვარულით ჩამოიტანა დოულათი ამ ქვეყანაში და ხალხს ეხმარება. და მიშა სააკაშვილმა აქ გაწეცა ხალხი გააწამა, წაიღო იქ და იქ გსეირნობს ამ ფული. ჩემთვის ეს არის აი როგორც შავი და თეთრი, ორი სრული ინვერსია, ანტიპოდები არიან. ეხლა მე არ მინდა იდეალიზაცია არავისი, მაგრამ პატივისცემა მაგკაცის თუნდაც მაგიტომ აქვს, მაგრამ ეხლა ირაკლიზე გითხარით, რასაც ვფიქრობ, მე მაინც სიმპათიით ვარ განწყობილი, სხვა შორის იმიტომაც რომ იმასნია რომ ირაკლის პირადი დამოკიდებულება ამ კანონის მიმართ, ხო და უშუალო მონაწილეობა უფრო ფორმალური და შეიძლება იძულებითი იყოს. არც მარგველაშვილი არის თავი. აი ვინც გამოვიწვიე, იმათი იყო. ვისი დათო უსუპაშვილი? რატომ რა ინტერესი ქონდა ასეთი დათო უსუპაშვილის? ეგენია, კაცო, ეგენი არიან იდეოლოგიური ძმები, ნაციონალები და რესპუბლიკელები. ადრე ვერ იდებოდი ამ სახელების დასახელება. ორივე ჯორჯ სოროსთან მუშაობდნენ, ხელფასზე იჯდნენ, კაცო. ხელფასზე ისხდნენ თუ არ ისხდნენ, ხო არ იპარავდნენ რამეს? არა, მაგ იდეოლოგიის ადეპტები არიან, მაგ იდეოლოგიის გამტარებლები არიან ამ ქვეყანაში. მე მომისმინე დათოს ეხა პირადად კი არ უპირისპირდები იდეოლოგიური კამათი, მოვისმინე მისი გამოსვლა სიმპოზიუმზე, ღვთისმშობლის და მიმიზნულ სიმპოზიუმზე, სადაც ის თეოლოგიურ ლექციას უკითხავდა პატრიარქს, ღვთისმშობელს თურმე საქართველოს რო დაენახა, რა უკმაყოფილო იქნებოდა პატრიარქის ქრისტიანობით. რა უბედურებაა ეს? პარლამენტის თავმჯდომარე ასწავლის ქრისტიანობას პატრიარქს. ბოსტანში არის გადასული, აი თავის ტერიტორიიდან არის გასული 10 კილომეტრით და როგორ შეიძლება ესეთი რაღაცა? მე ვიცი სასულიერო პირებისგან რომ მარტო პატრიარქის პატივისცემით მოусმინეს იმ მოხსენებას, ბოლომდე ერთი წაიკითხეთ იქ რა წერია რა. როგორი ხო იძახის რომ არ უნდა ჩავერიოთ ერთმანეთის საქმეებშიო. კონკორდატი ვინმე გააოქმა? კონკორდატი რა არის გახსოვთ? ორი თანასწორუფლებიანი სუბიექტის ისა, ხო? ეკლესიის საქმე არის ზნეობა, ამათი საქმე არის გადასახადები, მილები და გზები. ეგრე არ არის? მე ამათმა მიიღეს კანონი, რომელიც პირდაპირ შედის ზნეობაში. პირდაპირ უთხავს კონკორდატს. ეკლესიაც ასევე ძალიან ღიადერება ხომ? ხო პოლიტიკაში ჩვენ გვინახავს ქართული ოცნების დროშებიანი სასულიერო პირები და მაისურებიანი ეს არ არის ოფიციალური ეკლესიის პოზიცია. ჩვენ თუ ლაპარაკობთ ოფიციალური ეკლესიის პოზიციაზე, ვილაპარაკოთ ისა საპატრიარქოს პოზიციაზე. არასოდეს. ნუ, როდესაც მეუფეების ქადაგებას და სხვათა შორის ერთადერთხელ მთელი თავის პატრიარქობის განმავლობაში პატრიარქმა ამ კანონზე ისეთი რამე თქვა, რომ კომუნისტების დროს არ უთქვია. თქვა რომ ამასო არც ერთი მორწმუნე არ მიიღებსო და აი როგორც მე თქვენ გიყურებთ, ისე მოუწევთ ამ კანონის გაუქმება. გაუგებარია როგორ, მაგრამ დამერწმუნეთ რომ ესე იგი. ნახოთ, საინტერესოა როგორ განვითარდება ამ შემთხვევაში მოვლენები, მაგრამ ერთი რამ მინდა გკითხოთ, ეხლა თქვენ გისმენენ ალბათ ის ადამიანები, რომლებიც იზიარებენ თქვენს პოზიციას და ეს ადამიანები, ამ ადამიანების ნაწილის პოზიცია ასევე ემთხვევა დაუშვათ იგივე აიდი ბარათებთან დაკავშირებითაც, ხო? ამას წინათ ვკითხულობდი, რომ აქციაზე მისულმა ლევან ვასაძემ ხელმოწერის დაფიქსირების დროს აიდი ბარათი ამოიღო და ამ შემთხვევაში თქვენი პოზიცია მათგან განსხვავებულია? ხო, მე ავიღე ეს აიდი ბარათი, პირადად მე
ამ თემაზე ესე არ მიფიქრია, მაგრამ მე არ მესმის რა ტრაგედია იმ ადამიანებისთვის, რომელსაც არ სურთ ამაიდებარათის აღება, ალტერნატივის მიღება. მათი არადისკრიმინაცია, მათი გამოხატვის უფლების დაცვა. აი რა ტრაგედია არსეულია ჩვენ სახელმწიფოს, რომელიც ამდენ ფულს ხარჯავს რაღაც სისულელეებზე, ორნაირი ID ბარათი გააკეთოს? ანუ უნდა იყოს არჩევანი. რატო არ უნდა იყოს არჩევანი? არჩევანს არ გვთავაზობთ ყველაფერში? ბატონო ლევან, რას იტყვით ირაკლი ალასანიაზე? ირაკლი არის ჩემი ამხანაგი, ბავშვობის არა, მაგრამ კაი ურთიერთობები გვაქვს. ძალიან მიხარია რომ გააკეთა ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის საბჭო, ეს არის მეგობართა საზოგადოება, ჩემთვის დიდი პატივი იყო რომ დამიძახეს და ძალიან მიხარია რომ აქვს საშუალება ვიფიქრო თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელმა, როგორ დავაახლოვოთ ჩვენ ჯარი და საზოგადოება. ამიტომ ეხა მე რო ირაკლიზე რაღაცა ვთქვი, ესეც ჩემი პირდაპირი და უშუალობის შედეგია. მე ვთქვი რომ ირაკლეს არ უნდა ეთქვა ვაშინგტონში რომ ნატოს რაკეტები დავაყენოთ საქართველოში. რატომ არ უნდა ეთქვა? რომ ამ გავე, რას ქვია? რატომ გეცინებათ? რატომ არ უნდა ეთქვა? გავეშებული რუსეთის ფონზე, როცა უკრაინაში რა ხდება, ეხლა თქვენ გონიათ რომ აქ რო ჩვენ ის ნატოს რაკეტები დავაყენოთ, კაი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, რას ლაპარაკობთ? ერთი იმ დღესვე დაგვბომბავენ, იმ დღესვე შემოვლენ. ეს გვინდა ეხლა ჩვენ? ბატონო ლევან, კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ იმ დღეს აქციაზე, როდესაც თქვენც მიბრძანდით 17-ში, იმავე რუსთაველზე იყო თენგის კიტოვანი. რაიმე კავშირი, რატომ გაგეცინათ? ნამდვილად იყო ალბათ. რა კავშირი? რაიმე კავშირი თქო არსებობს ამ შემთხვევაში თქვენსა და თენგის კიტოვანთან? რა კავშირი? მან დაიწყო ომი, რომელშიც დაიწვა ქალაქის ცენტრი, მათ შორის ჩემი სახლიც. დავრჩი შარულით, წავედი უცხოეთში და $100 ვაგზავნიდი, რომ ბებიაჩემი, ბაბუაჩემი შიმშილით არ მომკვდარიყვნენ. აი ეს არის ჩემი კავშირი თენგის კიტოვანთან. მოდით შეგიტრიალებთ კითხვას. თქვენ რა კავშირი გაქვთ პირველ არხთან და რუსთავი ორთან, რომლებმაც ამის ინსინუაცია მოახდინეს და ამას გაუსვეს ხაზი? პირველ არხზეც მაქვს ნამუშევარი რუსთავი ორზე, ჩემი კოლეგები არიან და ძალიან მიყვარს. გამტარებლები ხარ. ერთი იდეოლოგია რას? მე და თენგის კიტოვანი რახან ერთად ქუჩაში გამოვჩდით, მე ვარ მისი ისა? არა, ნუ მადანაშაულებთ ეხა რაღაცა ქვეტექსტებში, მე უბრალოდ ფაქტი გავიხსენე, რომ ერთი და იგივე აქციაზე აღმოჩნდით თქო და რაიმე კავშირი არსებობს თქო. რაც შეეხება რუსთავი ორს და პირველ არხს, ჩემი კოლეგები არიან და მე არ ვფიქრობ, რომ ის რაღაც შეთქმულების თეორია იყო, რომ დაუშვათ ამაზე ხაზგასმა. თქვენი პოპულარობა ერთ-ერთი გამოიწვია ინტერნეტში გავრცელებულმა თქვენმა ლექსმა. რომელიც არ ვიცი რამდენი ყურება ქონდა. მე არ გამევრცელებია ეს ლექსი. სხვა შორის ამას არ გეკითხებით. მე მაინტერესებს უბრალოდ დღესაც აგრძელებთ თუ არა, აი ამ სამოქალაქო აქტიურობის ფონზე, თქვენ ბიზნეს საქმიანობის ფონზე, იგივე ლექსების წერას. ძალიან საინტერესო იყო, მოდი დამეთანხმეთ ის და უამრავი დაშიარება, უამრავი ნახვა ქონდა ამ თქვენს ლექსს. ხო, მე ეს არ დამიდია და არც ველოდი და მადლობელი ვარ და არ ვიმსახურებ. ლექსების წერა და კითხვა არის ჩემი მთავარი საქმე. წერთ კიდევ ლექსებს? როგორ არ როცა შემიძლია? ხო არ წაგვიკითხავდით ეთერში, რაიმე ახალ ლექს. ინგა, არც ეს სტუდია, პოეზიის სალონი და არ გეწყინოთ არც თქვენი რიხიანი შემოთავაზება განაწყობს პოეტს ლექსების ის რატომ ძალიან ბევრი პოეტი განწყობილა ჩემ სტუდიაში იმისთვის რომ ლექსი წაეკითხა. კი ბატონო, თუმცა მე მართლა გულწრფელად მაინტერესებდა რომ მოესმინა მაყურებელს დაუშვათ, იმიტომ რომ ამ დაწერილი ლექსიდან შეიძლება მე როგორ ჟურნალისტ რაღაცა ქვეტექსტი ამომეკითხა პოლიტიკასთან თქვენი მისან რამ. არა, ამ შემთხვევაში ლექსთან დაკავშირებით პირდაპირ გეუბნებით. ბატონო ლევან, კიდევ ერთი კითხვა უნდა დაგისვათ. NDI-ის კვლევები, რომელშიც პირველად მოხდა, რომ არაპოლიტიკოსი, დაუშვათ ამ შემთხვევაში ლევან ვასაძე მოხდა. თქვენ კი ბრძანეთ, რომ მე არ და თქვენი რეიტინგი არის ძალიან მზარდი. ამბობთ, რომ თქვენ პოლიტიკა არ გაინტერესებდა, წლები გავა და კიდევ არ წახვალთ და არ იფიქრებთ პოლიტიკაში წასვლაზე. მაგრამ ხომ არ შეიძლება მაინც სადღაც ჩვენ დაუშვათ, რომ იგივე ბიძინა ივანიშვილის მსგავსად, რომელიც მთელი ამდენი წლის განმავლობაში ასევე არ აპირებდა პოლიტიკაში წასვლას, მაგრამ შემდეგ მოვისმინეთ მისი განცხადება
განაცხადება, მან თქვა რომ დადგა რაღაც მოცემულობა, დადგა დრო. რა შეიძლება იყოს ის დრო, ის მოცემულობა, რამაც თქვენ მიგაღებინოთ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, რომ წახვიდეთ პოლიტიკაში. NDI რა უბედურე. ეს არის ერთმა მეგობარმა მისმა ძალიან მომეწონა ნდობის დაკარგვის ინსტიტუტი ჩემთვის პირადად და ლუის ნავაროზე ჩანჩურა სტატისტი მე მგონი თელ დედამიწაზე არ დადის. და რამდენი მაქვს რეიტინგი NDI-ს შეხედეთ? ძალიან მზარდი არის რეიტინგი. ზუსტი პროცენტი ეხლა ჩემს პროდიუსერს 29. ჩემს ეგ ნიშნავს ორ რამეს, რომ მე არ მაქვს 29% რეიტინგი. არ ვიცი 1% მაქვს 29 ნახევარი ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ ნავაროს და 29% ნიშნავს, რომ მე არ მაქვს 29%. ეს ერთი. და მეორე რა დასკვნაც მე აქედან გამომაქვს, არის ის, რომ ისინი მე მეპატიჟებიან პოლიტიკაში და ნებართვას მაძლევენ, რომ შევიდე, ნუ ნერვიულობენ. რაც შეეხება, იმიტომ რომ თუ მე თქვი ეს ერთხელ და თუ როდისმე ეს უბედურება მე დამემართება, გამოვალ და კაცურად ვიტყვი და ნაღდათ არ ვკითხავ მაგათ ნებართვას. ეს ერთი, მეორე, ბიზნეს პოლიტიკაში შესვლის გულწრფელობის მე მჯერა, ჯერ კიდევ. მე მჯერა, რომ მან დაინახა სრული ტრაგედია, რაც ქვეყანაში ხდებოდა, ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რაც გადავრჩით, შემოვიდა, გაწირა თავი, წავიდა უკიდურეს მსხვერპლზე. ალბათ მას უთხრეს, რომ არ შემოუშვებდნენ, თუ რესპუბლიკელებს არ მოიყვანდა და არ დაასვავდა პარლამენტს თავზე და არ მიცემდა თანხმობას აი ამ კანონის მიღებაზე და ჩვენ ხალხს ხო ნამდვილი არჩევანი არ აქვს. და მოუწია ამის გაკეთება და თუმცა ეს კანონი ბიზნეს არ მიუღია, ხაზი მინდა გაუსვა ამას და გავიდა პოლიტიკიდან და ძალიან დიდი უბედურება მოაშორა საქართველოს და მე პირადად მისი მადლობელი ვარ, რომ სააკაშვილი უსისხლოდ გაიყვანა ამ საშინელი თამაშიდან. კი ბატონო, და კიდევ ერთი კითხვავი და დაგემშვიდობებით, ვის აძლევთ ხმას ამ არჩევნებში? ასეთი შეკითხვა დაუსვით. ჩვენ დღეს მაყურებელს ძალიან ბევრი ზარი არის შემოსული, თუმცა უმეტესობა ამბობს, რომ აძლევს ხმას ოპოზიციას და არა ხელისუფლებას. არ დაგვიკონკრეტებია რომელი პარტია. ანუ ხელისუფლება თუ სხვა. თქვენ ვის აძლევთ ხმას? რეგის არჩევნებში? ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. დიახ. არ ვიცი, მე ვერ ხედავ ფავორიტი არ ყავს კანდიდატს, ვინც არ უნდა მოიგოს, იმედია ეს იქნება დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები, ვინც არ უნდა მოიგოს, ორი რაღაცის იმედი მაქვს რა, რომ თბილისი აღარ იქნება ერთ-ერთი ქალაქი თან სოფლიოში 1,700,000-იანი მოსახლეობით, რომელსაც არ აყავს თავარი არქიტექტორი და არ აქვს გენგეგმა და არის ჯოჯოხეთი აქ რაც ხდება მშენებლობის მხრივ და იმედია რომ გზებს დააგებენ, იმიტომ რომ საშინელება 9 წელი ველოდებოდი წინა ხელისუფლებას, 2 წელი ველოდებოდი ახალ ხელისუფლებას, წნეთიდან კი გეცი ერთი ამოდი, თავი გეგონებათ ავღანეთის იმის ჰელმანის პროვინციაში. ანუ არაფერი გაკეთებულა ამ 2 წლის განმავლობაში, არც მაშინ და არც მე. ხვალე დაჯექით მანქანაში, ამოიარეთ და ნახავთ და ეხლა მე მარტო ჩემგზა, მე რაც შემელო გავაკეთე, გზა დავაგე სკოლისთვის, გაზი ავიყვანე, რისი საშუალებაც ჰქონდა ბავშვებისთვის სკოლაში, მაგრამ ის რაც იქ ხდება ინფრასტრუქტურულად, იმედი მაქვს, რომ ვინც არ უნდა მოიგოს გამოასწორებს. დიდი მადლობა და ხელისუფლებას აძლევთ ხმას თუ ოპოზიციას? შეიძლება მერის კანდიდატი არ გყავთ ფავორიტი, მაგრამ ანუ ვის უმაგრებთ ხარს? თქვენი ხმით? მერის ფიგურას, რომელიც ჩემთვის არის აი მერი ჯერჯერობით ვერ ხედავ, ნურავის ნუ ეწყინება რა. და არც პარტიულად არაპირებთ იმეს. პარტიულად მე არავის არ ვაძლევ, პარტიულად შესული ხალხი ბრძანებას როგორ გვისრულებს ამ კანონის იმაზე ვნახე. ჩემთვის პიროვნებას აქვს მნიშვნელობა, არა თა რაღაც პარტიას. დიდი მადლობა. ისე მინდა გითხრათ, რომ ხშირად რომ გიწევთ ხოლმე, იქნებ უფრო ხშირად დავთანხმდეთ. მე მართლა გავუკეთებ კიდევ ერთხელ შეთავაზებას. თქვენი აი ამ განცხადებიდან გამომდინარე, მაშასე ლევან ვასაძე აცხადებს, რომ იგი დებატში იწვევს ღარიბაშვილს, მის მეგობარ მარგველაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს. ისე მარტო მარგველაშვილი რომ დავთანხმდეს დაჯდებით? მე ეს ეთერი როგორმე უნდა უზრუნველყო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. კარგად ბრძანდებოდეთ. დიდი მადლობა. მაშასე ეს იყო